სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საკანში გადაღებულ ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს და პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს. საქმე ეხება ჩიკვაიძის 25 სექტემბრის განცხადებას. მან სასამართლოს სხდომიდან იუსტიციის მინისტრს მიმართა და თქვა, რომ საკანში მსხდომ სამ პატიმარს დამცინავად ერთი ცალი კოტლეტი შეუგდეს. პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ 22 სექტემბერს გიორგი ჩიკვაიძეს ღვიძლით დაავადებულთათვის განსაზღვრული საკვები მიაწოდეს. მათივე თქმით, ჩიკვაიძის თანამესაკნეებს სპეციალური დიეტა არ სჭირდებათ და შესაბამისად ერთი ცალი კოტლეტი მხოლოდ ჩიკვაიძისთვის იყო განსაზღვრული. განცხადების მიხედვით ჩანაწერები მოიცავს 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს. შემშილობის მე-7 დღეს სოციალურ ქსელში გიორგი ჩიკვაიძის წერილი გავრცელდა. ის ითხოვდა დაუყოვნებლივ აღმდგარიყო მისი ხანმოკლე პაემანი ოჯახის წევრებთან და გასაჯაროებულიყო 22 სექტემბრის კამერის ვიდეო ჩანაწერის საკნიდან. ჩიკვაიძეს შემშილობის გამო მოსალოდნელ გართულებებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს, ოცნების იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და გლდანის მერვე დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალაბას აკისრებს.